ყველას მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ამდენი ხანი ჩემს არხზე ხართ ერთგულებისთვის და სიყვარულისთვის. მე ეს არხი იყო პირველი, რომელიც შევქმენი YouTube-ზე, იმისთვის, რომ ადამიანებს დავხმარებოდი. თუ ქვემოთ ჩაუყვებით და ნახავთ სულ პირველ ვიდეოებს, აუცილებლად ნახავთ, რომ იქ მე ვსაუბრობდი set point-ზე, ზონაში კლებაზე, ფსიქოლოგიაზე და ჩემი მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის მიმეწვდინა ხმა და გამეზიარებინა სასარგებლო ინფორმაციები. მე შეხოთშორს ძალიან კარგი გამოხმაურება ქონდა იმ პერიოდისთვის. მე მაშინ არ გამიკეთებია ეს არხი. არანაირი ფინანსური შემოსავლისთვის, იმიტომ რომ ეს იყო 12-13 წლის წინ ალბათ ზუსტად არ მახსოვს. მაშინ საქართველოს არც კი იყო მონეტიზაციის ჩამონათვალში, ანუ საქართველოში მონეტიზაციაზე საუბარი არ იყო. და მე მთელი გულით მინდოდა, რომ თქვენთვის გამეზიარებინა ის, რაც ვიცოდი. რადგან იქამდე მე მქონდა საიტი Calories Diet Gym და იქ ვეხმარებოდი გოგოებს წერდი სტატიებს. მქონდა ფორუმი, სადაც მქონდა რეცეპტები დასწრული კალორიებით, ასევე რა თქმა უნდა, ქართულ სივრცეში კალორიების ცხრილია ყველაზე სრული, ჩემი შექმნილია, ჩემთვის მქონდა და მე რა თქმა უნდა, ჩემი გოგოებისთვის ფორუმზე მედო, საიტზე მედო და აბსოლუტურად ყველაფერს ვაგროვებდი. ეხლა რო არის ძალიან ბევრი პროგრამა, ასევე არის ხელოვნური ინტელექტი, მაშინ არ იყო არაფერი და ესე სათითაოდ მქონდა ყველაფერი მონგროვებული და ამ ცხრილში ჩამოწიკწიკებული. და დიდხანს ვინახავდი ამ საიტს ჩემი სახსრებით, მაგრამ როცა ეს უკვე ძალიან გამიჭირდა, მე გადავწყვიტე, რომ გადავსულიყავი ვიდეოს ფორმატზე და ეს იყო ჩემი პირველი კომუნიკაცია თქვენთან ამ არხზე და ეს არხი მე ძალიან მიყვარს ამის გამო. ხო, მე გადავედი ვლოგურ ფორმატზე, უკვე როცა ევაზე ვიყავი ორსულად და ბევრი თქვენგანი აქედან მისნობს, როცა ვიღებდი ვლოგებს და ასე ვიღებდი მუკბანგებს. რეალურად მე ყოველთვის საკვებში ჩემთვის ქონდა გარკვეული დატვირთვა, რომელზეც შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებთ მე და თქვენ. იმ პერიოდში ის პერიოდი იყო ჩემთვის საკმაოდ რთული, ფსიქოემოციურად, ფიზიკურად, ყველანაირად და მე მეხმარებოდა მაშინ საკვები. მე ვიყავი მაყურებელი მუკბანგების და ასევე ძალიან დიდი სიამოვნებით ვიღებდი. თუმცა გამოხდა ხანი და მე გადავწყვეტე, რომ გამეყო არხი, ანუ ცალკე გამეკეთებინა არხი. მოდი დედაშთა, მოდი ჩემი სიყვარული, მოდი გამაჩო, გამო. და ის ცალკე არხი იქნებოდა მუკბანგებისთვის და ცალკე იქნებოდა ვლოგებისთვის. ეს სხვადასხვა წინასა ახალ წელს მოხდა და მე გადავბარგდით იმ არხზე, მე და თქვენ, ვინც ჩემი ვლოგების მაყურებლები ხართ და დღემდე ვართ იქ. ეხლა რა მინდა რომ გითხრათ, მე უკვე გადავიარე მუკბანგების პერიოდი, მე ვიცი რომ აღარ გადავიღებ მუკბანგებს, შეიძლება გადავიღო ხოლმე ვიდეოები მე რას ვჭამ, იმითი რომ სხვა ადამიანს მივცე იდეები და мотиваცია და ცოდნა რა როგორ უნდა მივიშვათ, მაგრამ როგორც ასეთი მუკბანგების გადაღება ჩემს სურვილებში აღარ შედის. და ეს ამხელა არხი, რომელიც ასე არის მიტოვებული ამხელა ისტორიით, მე სულ განვიცდი და ვფიქრობდი, რომ რა შეიძლება გამეკეთებინა, მაგრამ მე ვარ ადამიანი, რომელსაც ძალიან შეერა რომ ამ ქვეყნად ყველაფერს აქვს თავისი დრო და თავისი ადგილი. და ახლა ზუსტად მას მე რაც მე გავაკეთე ზონაში კლების მარათონი, მას მე რაც ჩემს მარათონში გოგოებმა დადეს კარგი შედეგები დაიკლეს ზონაში დააკორექტირეს კვებითი აშლილობა, ზოგი უკვე ინარჩუნებაზეა გადასული, ზოგი ბოლო კილოგრამებს იკლებს. ჩვენ წინასა ახალ წელს ვემზადებით იმისთვის, როგორ შევხვდეთ ახალ წელს, რომ არც დავისტრესოთ და ესე არ მოხდეს, რომ საერთოდ არაფერი ვჭამოთ, მაგრამ არც ისე იყოს, რომ დავისტრესოთ და ძალიან ზედმეტი ვჭამოთ, იმიტომ ფსიქოლოგის, როგორც მომავალი ფსიქოლოგის, როგორც ყოფილი საკვებზე დამოკიდებული ადამიანის მე ვთვლი, რომ ნარკომანის წყალებში ნარკომანები უნდა ეხმარებოდნენ ყოფილი ნარკომანები განკურნებაში. შემიძლია რომ დავეხმარო ადამიანებს კვებითი აშლილობებით და აი ამ ყველაფერზე იქნება ეს არხი. თქვენ დახმარება იქნება ძალიან დიდი, რომ უყუროთ ვიდეოებს ბოლომდე და ლაიქოთ, დარჩეთ ჩემთან. ვისაც სურვილი გექნებათ არხს მხარი დაუჭიოთ დონაციითაც. ძალიან მადლიერი ვიქნები, იმიტომ რომ ფაქტიურად არხი გაჩერებულია უკვე მრავალი წელია და ეს იქნება რა თქმა უნდა ჩემთვის სტიმული და мотиваცია.
ხო. ასევე მინდა და მეთქვა რომ აქაც იმიტომ დიდხანს ვიფიქრე გადამესხვაფერებინა თუ არა, მაგრამ რადგან აქ არის ჭამის მოყვარული აუდიტორია, დიდწილად მუკბანგებისთვის, ვფიქრობ, რომ უმეტესობა იმ ადამიანს, ვისაც ჭამა უყვარს, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მაინც ქონდა ან აქვს წონაში კლების სურვილი და მე შევთავაზებ ყველაზე ჯანსაღ, ყველაზე სწორ ვერსიას და ჩვენ აქ ვისაუბრებთ ყველაფერზე ადან ჰაემდე, რაც ეხება წონაში კლებას, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. ყვებით აშლილობებზეც და რა ვიცი, მე მგონია, რომ ძალიან დიდ არხზე ეყრება საფუძველი. მიყვარხარ ძალიან, გოცნით და მომავალ ვიდეომდე.